დავამთავრებ. მომეც მე გააგრძელე. კარგი. მე ავიღებ. ალო? დიახ, ქალბატონო ნუნო. კვერცხი აღარ. აი ტორტი გამოვაცხეთ და. კარგით, ნახევარს მოგიჭრით. კარგით, არაფრის, ნახვამდის. ნიკა თითქივა. თუ ამის გამო კრივზე აღარ წამიყვან კი და თუ მაინც წამიყვან არა. მოჩიმაინებას მალე უნდა წახვიდე. ხო გახსოვს ჩემი დირექტორის შვილს დათუნას ძალიან არ დაარტყა. კარგი რადე, მარტო მაგას ვერავიდა რა აზრი აქვს. მაშინ სახში დავრჩები და თქვენ მირტყით. ნიკა მიდი მოემზადე. აუ არ მინდა კრივზე მეშინია. რისი გეშინია? ისი და გუშინ დიდი ბიჭები პატარებს ეკითხებოდნენ ბავშვი როგორ ჩდებაო და ვინც არცოდა სცემდნენ. დღეს კიდე ჩემი ჯერია და მე მკითხავენ. დე, ბავშვი როგორ ჩდება? აბა რა მოხდა კოტე ბაბუა, რა მოხდა? ხო და რომ ავედი ახლა ხეზე. კარგი ბაბუ, ნუ ლაპარაკობ რა. ხო გითხრა ექიმა, ნუ ლაპარაკობ. გითხრა ექიმა გარკვევით რომ გჭირდება შენ სიწყნარე სიმშვიდე ენერგია უნდა დაზოგო. ხო გითხრა რა, გამომართვი ეს წამალი. თუ რამის თქმა გინდა, მაინც და მაინც მე მანიშნე და მე ვეტყვი. ხო, ძალიან მაგ ნიშნებაში ბევრ ენერგიას უნდა ხარჯავ, ისე სუბუქად მანიშნე მაინც, ხო? ხო. არ შეიძლება შენ ლაპარაკი, ვა? პატა, მომისმინე ახლა მე მივხვდი რომ ბაბუას აღარ უნდა მკითხო, მაინც შენ უნდა მიპასუხო და ბარე პირდაპირ შენ კითხავ. კითხე მიდია, ბაბ, მიდი. რა მოუვიდა ბაბუას? რა მოუვიდა ლაშა და ადიოდა კარალიოკის ხეზე. ხო. რა გინდოდა ბაბუ ამ დროს კარალიოკის ხეზე მითხარი ერთი აბა. რა მინდოდა და ნადიას კატა იყო ხეზე. ხო და მივიფიქრე ახლა ჩამოვიყვარ მეთქი და გავედი და ჩამოვა. გასაგებია, ხო, გასაგებია, ხო. ბაბუ რა არის კატის მოსაკრებად ადიოდი ხეზე კაცო. რა? ხმა არ მითხრა ენერგია დაზოგე, არ მიპასუხო. ხო. აჰა. და რო ჩამოვარდით ეს რო ბაბუ არ უპასუხო ენერგია, არ უპასუხო. კარგი ბატონო, არ გიპასუხებ, მაგრამ მაინც მე რა ვიცი აბა. არ მახსოვს არაფერი. ნუ აი ესე თურმე ადიოდა კარალიოკის ხეზე კატისთვის. რა ვიცი მე აბა. აჰა. მომისმინე გასაგებია, მაგრამ რა ჩემება ამ კატის ჩამოსაყვანად ხეზე ასვლა. არ ჩამოვა თვითონ კაცო. მარტივად კი არ არის ყველაფერი ლაშა რა გჭირს. მოდია, მთელი ისტორია მოდია. რა. მოდია, მთელი ისტორია. და მოდი გიდა. გითხარი აბა. ეხლა რა ხდება? ბაბუას ხო მოწონს ის ნადია, კატის პატრონი. მოწონს კატის პატრონი მოწონს და ეპრანჭება, ხო ხდები და იმ ნადიასაც მოწონს ბაბუა. ანუ ურთიერთ მოწონებასთან გვაქვს საქმე, ხო ხდები? აჰა. ეხლა რა ხდება? ისე ხო არ მივა ომისზოდ, ხო არ დაუძახებს არა ბაბუა რა? დაიჭერს ხომ მე ამ ნადიას კატას? ხო და მიუყვას და დაუძახებს. ნადია, აი კატა მოგიყვანე, ნადია, კატა დავიჭირე და ის ნადიაც, უი, მადლობა, შემოდი, კოტე იმასაც ხო უნდა მიზეზია რა, ხო ხდები? ხო, ვარიანტია. და ის შეიყვანს ხომ ამ კატას, მე ამ კატას გადმოაგდებენ და თვითონ ესე დარჩებია ხოლმე მარტო. იმ კატას კიდე აღარ უნდა კაცო, ეშინია ამ კაცის დანახვა აღარ უნდა კაცო, იმიტომ რომ არის დღეები რომ ხანდახან ორჯერ სამჯერ იჭერს იმ კატას კაცო. ორჯერ სამჯერ კი არა ისა. ხო, კარგი ბაბუ რა იყო, ხო, რა მოგიგე. მე ხო კარგი გასაგებია ახლა ეს რო ეს და ახლა ყოტე ბაბუ რო ჩამოვარდა ეს კატა ხელში რო ეჭირა, რო ჩამოვარდა რო გაითიშა, ხო? გაექცეოდა ალბათ. კატა გაექცა, რა თქმა უნდა გაექცა, იმიტომ რომ რო დავარდა, თავი დაარტყა და გაითიშა. ხო და იქვე ახლოს დადიოდა ძროხა თურმე. და მივიდა და თავზე ლოკავდა ესე ბაბუას გაიგე ძროხა. ხო და რო გამოფხიზდა, მე ნადიას მაგირო ჩერჩა ჭრელა. აი არა ის რაღაცა.
აიგრე იყო, რა ვიცი. აშა. მე დიახ. ხო იცი ახლა ამის ამბავი ხო იცი ახლა რა ამის ამბავი როგორ ხო მე ვეხვეწები ვეუბნები კაცო ცოლი შეერთემეთკი და ამან კიდე ბაღაკი მომიყვანა ამინდა მესმის ყველაფერი აი თეკლას კითხე. თეკლა ბავშვი როგორ ჩდება? როგორ და ოღონდ ახლა არ დაიწყო წეროებს მოყავთო და კომბოსტოში ჩდებიანო. არ დავიწყო? მაშინ ელენე გეტყვის. ბავშვი როგორ ჩდება? ოღონდ წერო არ. წერო არა, ყანჩას მოყავს. კარგი რადე, რატომაც ყოფ, აი ლაშაბიძეს რომელი ყანჩა აწევდა? მაშინ ჯერ მუცელში არიან და მერე გამოდიან. ჭიპიდან? ხო, ჭიპიდან, იმიტომ გვაქვს ჭიპები. მეტი არაფერი აღარ მკითხო ნიკა. აუ თეკლა და კაცებს რატო გვაქვს ჭიპები? კაცებს, იმიტომ რომ სოლიდურობას მატებს კაცებს. და არ დამიწყო ხა სოლიდურობა რა არისო, რასაც ჭიპი მატებს ეგ არის. დამანებელ. არ ვიცი. მუცელში როგორ ჩდებიან? მუცელში როგორ ჩნდებიან და დედები მიდიან პოლიკლინიკაში. ხო. ყიდულობენ აბებს და სვამენ. აი ესე ნიკა მეტი აღარ მკითხო არაფერი. თეკლა, ჟირაფებსაც ხო უჩდება ჩვილები და ისინიც პოლიკლინიკაში დადიან? კარგით რა ხალხო, მითხარით ვინმემ რა. აი თუ არ მეუნებით პატას. აი კითხე. არა თეკლა რა უნდა კითხოს ის მართლა ეთქოს ნიკა მომია. არ უთხრას ახლა, აბა რა სულელებს ევგენ. ეს და გესმოდეს ხო და იარი ახლა სხვის ქორწილებში და იკარგავს. რატომაც არა, წავალ, არ უნდა წავიდე? წავალ ქორწილში, დიახ, წავალ. წახვალ ქორწილში. ხო. ქორწილში მიდი ხო? ქორწილში მიდივარ დღეს, ხო, აბა? რას ლაპარაკ? ხო. რო არ ვიცოდი? შენ ალბათ ისიც არის, შენც რომ მოდიხარ იმ ქორწილში, ხო? მეც მოვდივარ ქორწილში. ქორწილში მივდივართ ერთად, რას ქვია აბაკას? რა არის, ქორწილში მიდიხარ დღეს? კი. ჩემთვის რო არ გითხოვს არაფერი? შენთვის არც ის არ მithქობს, ხო, შენც რომ მოდიხარ იმ ქორწილში. მეც მოვდივარ. მოიცა, რატი მოდის, მეც მოვდივარ. ფრიდონიც ხო არ მოდის, ფრიდონი. გითხარი, ხო, ფრიდონი რომ მოდის, ხო? ფრიდონიც მოდის, ხო? ხო და მოკლედ ძალიან მაგარი. მოიცა, ერთი თუ სად მივდივართ, სად მოდის, სად მივდივართ, ვისთან მივდივართ. დამაცდი რომ გითხრა კაცო. ხარაგაულში მივდივართ. ხარაგაულში ჩემი კარის მეზობლის ქორწილია. ძალიან მაგარ დროს გავატარეთ, რატი სხვათა შორის, შენთვის იქნებიან ძალიან ბევრი გოგოები და შენთვის კიდე ლაშა გოჭები, ხო, აბა? კარგი. მიდი ახლა მოემზადეთ კაცო, რას დღეს მივდივართ მეთქი, მიდი. დღეს მივდივართ. ო, მიდი, მოემზადეთ. მოემზადეთ რა. მიდი, მოემზადეთ. გონია ვერ მოემზადები? მიდი, მეც მოემზადებ. ბადა, ბატონო, მეც მოემზადებ. ხო, ბაბუ. დასვენება მინდა ცოტა და შენ შედი შენ ოთახში და ხო, ბაბუ. მოემზადებ. ხო, შენ მართალი ხარ, სიმშვიდე გინდა, მაგრამ რაღაცა საწავიღის. ხო, შევალ ბაბუ, შევალ. კარგი ახლა მეც ვარ მივდივარ. იმ ქორწილში კაცო. გავხედოთ ერთი რა ხდება აქეთ. ქორწილში არ მივდივარ, მაგრამ ნახე, რა ხალია? ბაბუ, ეგ არის სიმშვიდე მჭირდებაო, ხა? რა გითხარი მე ენერგია დაზოგებეთქი, არ გითხარი? მოდი, რა ხალია ნახე. რა ხალია კი არა, გამოდი კაცო, გაანებე მაგას თავი. გამოდი, არ აყავს მაგას კატა, გამოდი აქეთ რა. ანტონიო მომწერა საქართველოში როდის ჩამოვიდო და რა ვუთხრა არ ვიცი. დღეს თქო უთხარი. დღეს? ხო, დედიკომ დღეს ტორტი გააკეთა და რა იცი, აბა სხვა დროს რას გააკეთებს. ნიკა მორჩი მაიმუნობას. მოგიჭრა გინდა შეჭამ? არა, თითი მткиო. ნიკა მიდი კარი გააღე. კი გავაღებდი, მაგრამ მეორე ხელით გააღე.
მობრძანიეთ ქალბატონო. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა ელენე უთხარი? კი, უთხარი. თეკლა, გითხრა ელენე, მაგრამ რაღაცა ეთქმა იცის და მე მაინც გეტყვი. დღეს არის ჩემი ინდირას დაბადების დღე. გილოცავ. დიდი მადლობა. უამრავი რამე გავაკეთე, გამოვაცხე 1000 რაღაცა გავაკეთე საჭმელი, მაგრამ ვერაფერი ვერ წამოვიღე. ორი ხელი მაქვს და ხო ვერ წამოვიღე და თქვენ გააკეთეთ. ნამცხვარი გამოვაცხეთ და ახალი სალათი. უი, რა კარგია, რატო შეწუხდით, მაგრამ ოლივიერო გაგეკეთებინა ჯობ და უყვარ ჩემი ინდირას. და ნუნდეიდა, რამდენი წლის გახდა თქვენი ინდირა? 27-ის. გუშინდელივით მახსოვს რომ დაიბადა. 3 კილო და 200 იყო. ენაცვალოს დედა. ნუნდეიდა. შემთხვევით თქვენ ხომ არ იცით როგორ იბადება ბავშვი? ხო გითხრა პაატამ, სელაპს მოყავს. კარგი რა, მაშინ საიდან იცის ნუნდეიდამ რამდენი კილო იყო ბავშვი? სელაპმა აწონა? ნიკა მორჩი ლაპარაკს. აბა დავსწრეთ, დავიწყოთ. თეკლა სანამ დავიწყებთ. აქ ხო გაგშენ სკაიპი? დიახ. ხო და ჩემა ინდირა მითხრა, სკაიპში შემოდი და დაგელაპარაკებიო. ნიკა, ნუნდეიდეს ყურსასმენი მოუტანა. კარგი რა დე გამიწევას. ნიკა. და რა ჩავწერო, როგორ მოვძებნო? ინდირა 85. ეხლავე ჩავწერ. ათენშია. დიახ. აი ნუნდეიდა ყურსასმენები. ინდირასაც კითხეთ, იქნებიციან საბერძნეთში როგორ ჩდება ბავშვი. აი მე ელენე. ნიკა, მოდი აქ. აი, ერთი წუთი ხო, აი. ნუნდეიდა. ინდირა როგორ ახარ, ხომ არ მოიწყინე დედიკო? გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ? ერთი წუთი, ჯერ არ ესმის ირეკება. შეგიძლიათ ელაპარაკოთ, ინდირა დედიკო, ხომ არ მოიწყინე? გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ჯანმრთელობას. გოგოებო, უკან რომ მოხუცი ქალია, ის არის ჩემი ინდირას ლექტორი, გიждდება. ეს არის ხო თქვენი ინდირა? ხო, აი ეს არის ნაი, ეს არის ჩემი ინდირა. თქვენ გგავთ, ხო? ხო, ამბობენ რომ მე მგავს ძალიან. თუმცა ემზარის ნიკაპი აქვს თვალწარპი და დედა ჩემის იერი. დედა მომიყევი რა ხდება, როგორ ახარ ხო ყველაფერი კარგად არის დედა, არ მოგიმატა ხო მაგან ხელფასი გაუხმა მაგასთან. აი მე ჩემი ტელეფონია. წუთით. ალო, ხო ტატო გისმენ? სამსახურში? აი, გზაში ვარ მოვდივარ. 5 წუთში მანდ ვიქნები. სად ვარ და კიბეებზე ვარ. კარგი რა ტატო, რა დავიფიცო? აი, გეფიცები კიბეებზე ვარ. კარგი, აი წავედი ძალიან მაგვიანდება სამსახურში მოვემზადები. აი მე დედიკო შენ მაგაზე არ ინერვიულო. ნუ მიაქცევ ყურადღებას. მამა შენი ქვევით არის სახლში. მე ამოვედი ელენესთან გავაკეთებინე კარგი ტორტი, სალათები, ყველაფერი. რა აბა მეზობელ რამეში ხო უნდა გამოვიყენო დედა. არა მაგათ არის მის ეს რომ იკეთი ეგენი ხო არის. ხო დედიკო აი უკან ნახე ფარდებს ხედა. ეგეთი თუ შეგხვდა იაფად ძალიან თუ გამომიგზავნე კარგი. ხო ნიკა იმ ხელა გაიზარდა დიდი კაცია უკვე. გოგოებს, ელენეს, თეკლა მოდი, თეკლას, ნიკას უნდა რომ მოგილოცონ დაბადების დღე და თან უნდა რომ გიყიდონ ოქროს ყელსაბამი. ხო, გიყიდია. ხო დედიკო და რო ჩამოხვალ მე მოგცემ. მოდი აბა ნიკა მიულოცოთ. გილოცავ ნინდირა. გილოცავ ინდირა. მეც გილოცავ. ეხლა გიმღერებთ. აბა დედიკო მიხედე მაგას გონთო მოხუცი დაგორდა. გამორთო. ლექტორმა დაუძახა. მე წაიღე აღარ მინდა რა ეს უკვე და ეხლა მინდა ჩემი ინდირას სადღეგრძელო დავლიო გოგოებო. დენი ლაპარაკა რა დავიუსა საწყალი კომპიუტერი. გოგოებო ეხლა დავლიო, დღეს არის ჩემი ინდირას დაბადების დღე, გაუმარჯოს, ჯანმრთელად იყოს, ბედნიერად, ღმერთმა კარგი ბედი მისცეს და დედა ენაცვალოს. აბა
თქვი ელენე. გაუმარჯოს, კარგად იყოს, დედა ენაცვალოს. დედა ენაცვალოს. აბა იღე ხა ჩემი ინტერეს დაბადების დღეა დღეს ბოლომდე. სამსახურში უნდა წავიდენ. არა, დალია ბოლომდე. იცით რა არის? ვიცით, დალია ბოლომდე. ეგ არ არის ბოლომდე? არ არის კი და მათ რო უკვე. არა, დალია ბოლომდე. ხო, ესე. მე ეს სამსახურში როგორ უნდა წავიდე? ხო და არავინ არ არავინ არ წავავთ. დღეს უნდა ვიქეიფოთ სანამ არ ბოთლს არ გამოცვლით, აქ ვიქნებით სულ. დაასხეთ. როგორია? გაუმარჯოს. რა კარგად თქვი ბატონო ფრიდო, რა კარგად? ჰა? კარგია. ამათ უყურე. აუ, პატა. ხოლაშა. ეს ვინ არის? ეს კაცი? ეს არის ჩემი დიდი ბაბუა. აბა, ხო. ეგ ყოფილა თავადი თურმე, თავადი იყო, გაიგე? ხო და გურური იყო ეგ. გურიაში ქონდა ბევრი მიწები თურმე. და ძალიან კაცრი კაცი ყოფილა ლაშა თურმე. აბა გლეხებს უსახლეთის სენდა თურმე. ესე, აბა. აჰა, მომისმინე, პატა, თუ გურიაში მიწები ხარაგაულში როგორ? როგორ და კაცო, ყმებს გამოეცა. მოკლა მოუნდომეს, გაიგე? მოკლა უნდა და თამისი და გამოიქცა და აქ დასახლდა მე. აჰა. პატა, ბატონო. და ეს ბებია შენია? ესენი ნახე რა დღეს შეიძლება, ამათ შეხი. კატი, ბატონო. მოდი, ხვალინდელი დღის, ხვალინდელი ქორწილის სადღერძელოს შევსვათ. ქორწილი ტრადიციული რიტუალია. წარმოდგენა. იბატონო. სპექტაკლი. რა კარგად თქვით, ბატონო ფრიდო, რა კარგად. მოდი, ამ სპექტაკლში თავარი როლის შემსრულებლებს გაუმარჯოს. გაუმარჯოთ. სასიძო გიორგის და საპატარძლო იმას რა ქვია? ნაზიკოს. გაუმარჯოთ. მართლა შენი კურსელი იყო? მე კი 5 წელი ერთად ვსწავლობდით. ისე რა მინდა პატა. ერთი წუთი მოდი რა შეგიდე რა მოგვივიდა შემოგვიერთდი მოდი. შემოგიერთე რა ჩაგიგორდეთ თუ რა გავაკეთო? რა ხდება? რა მაინტერესებს იცი პატა? ნაზიკო სიყვარულით მიყვება იმას? გიორგის? არა რა სიყვარულით რატე რა აქ? არა რა სიყვარული გარიგებით კაც. გარიგებით. ხო არც ეს არ უნდა და მაგრამ შობლება შეჭამეს ეს ბავშვები შობლება შეჭამეს ხო და რა ხდება ახლა გითხრა რა ხდება მოკლედ იმის ნაზიკოს მამა ხო მეტყევია. ხო და გიორგის შობლებს კიდე სამხერხაო აქვს და ეს აიწყეს რა ხო. გარიგებით ესე იგი ხო? ნაზიკო. რა იყო რატე? არაფერი, რა უნდა. კაი, ვისატყუებ ახლა, აბა შემომხიდე, ვისატყუებ, უყურე თვალებში მიყურეს მაგას. ახლა იძახი ეს ნაზიკო და წეღანი იძახ და კურსელები ვიყავით და რა ხდება, რატი ერთი მოგვიყევი, აბა. რა ხდება? შენ არ გიცნობს, რატი, რა ხარ. ისეთი არაფერი მოგწონდა რა ერთმანეთი რა. კარგი კაც. მოდი სიყვარულს გაუმარჯოს რა. მოიც. მაგ სადღეგრძელოს წამოჯდომა უნდა. პატა. კოტე ბაბუას ესეც აქ აყავს, ხო? ეს რო აყავს ლაშა ეგ არ არის გასაკვირი. ვინ შეცვალა ამ სურათმა ის არის გასაკვირი, ხო? როგორ შეცვალა? რა ამოვატრიალო? მიდი. მოდი ერთი ალბომი ვიპოვე ახლა ძველი ალბომი და ჩემი ფოტოები დაგათვალიერებენ კარგი და მოდი დაჯი აი აბა აი აი ეს მე პატარაობაში აი ბავშვი ვარ აქ ვიქნები 1-3 მაქსიმუმ 4 წლის ბავშვებთან ერთად დინარეზე ესა ხო პატარა აი ხედავ ვიცანი 3 აი 4 წლის ვიქნები ალბათ ხო ეგ არის ეს აი უყურე ეს ტყეში ვარ ტყეში ხო აქ უყურე ცუთხასიეზე ვარ და ტირი შეხედე ბატონო ეს ბავშვობაში ტრუსი კი არ ქონდა შე რა იყო? პატა
ეზოს ბოლოში მარჯვნივ, ხო? ბოლოში და მარჯვნივ, ხო, მაგრამ სიგნალია ცოტა ტოტები რაღაცები ფრთხილად იყავი, მიდი. მოიცა, აი ბაბუასთან ერთად. ხო, მოდი. აი უყურე. აი ეს ბაბუას უყვარდი ბავშვობაში, ეხლაც ხო უყვარ, მაგრამ ბავშვობაში ყველაზე ძალიან მეუყვარდი. პირველი შვილი, ხო ხტები და გიჟდებოდა და სულთან დავყავდი რა. აი შეხედე, ეს მე და ბაბუა იქ რა ქვია, კლდეზე ვდგავართ. ხო, სულთან დავყავდით, სულ ერთად ვიყავით ხოლმე. აი, მე და ბაბუა სიტყვაში მოვყევით. ხო, აი შეხედე. ხო, სიტყვაში. აი ესეც შენა ხარ? ეს აი არა, ეს მე არა, ეს არის გელა, ჩემი ბიძაშვილი გელა. და ეს და ბაბუა და გელა ქობულეთში. აჰა. ბაბუა და გელა ქობულეთში. კი, ბაბუა და გელა ქობულეთში. რა იყო, რა დაგიმართა კაცო? რა არის ეზოში რა არის? რა არის ეზოში? მე რა ვიცი რა არის? ბალახია, ის არის კუნძია, ხეებია, რა ვიცი რა გინდა რა. ო დადის, დიდია და დადის რა. რა დადის კაცო, რა დიდია და ხმოა? დაშა. თუ დიდია და დადის ხმოა, რა თქმა უნდა, აბა რა იქნება კაცო. ხო, ხარა, ხმო თუა და საერთოდ აზრზე არ ხარ სოფლის შენ და არაფრის, ხო საერთოდ. რა ხმო იქნება, აბა დიდია თუ დადის, გავაგრძელოთ. ხო, სადაც ჩერდით? სადა აი ჩემი და ბაბუას სურათებს ვაფოლიერებ. აი უყურე, ეს ვნახე. ხო, არა, აი მოიცადე საწავიდა კაცო. აი, მე და ბაბუა ყანაში. მე და ბაბუა ყანაში. ეს გელა და ბაბუა ბორჯომში. ხო. მერე, აი კიდე, მე და ბაბუა გორში. აბა. გორში, ხო. და ეს კიდე გელა და ბაბუა ესენდუქში. რა იყო, კაცო, რა გიქხო, რა გიქხო. რა არის თქვენი ხმო ყეებს? რა გინდა ლაშა მე რებს მიშლი სპეციალურად თუ რა არის ვერ რა თუ ხეებს ესე იგი ხბო არ არის ძაღლია ხო ლაშა საერთოდ აზზე არ ხარ სოფლიში ძაღლი ძაღლი იქნება რა თუ შენი ძაღლი მე მიხედე რაღაცა ან დააბიან გაიყვანე რაღაცა კი გამიშვი ცუგა მიდი ცუგა მოდი ვაიმე რამხელა ძაღლია ლაშა რა არის ეს რა არის ხო დიდია კი ვაიმე რამხელა არ არის ჩვენი ძაღლი არ ყოფილა კაცო რა ვიცი რაღაცა მეცხვარი ძაღლია თუ რამხელა რა ვიცი ლაშა ხმე რა მეცხვარი ძაღლი კი არა თვითონ მეცხვარია მე მგონი მხელა არის აუქნა ეს ლაკაცო რა უქნა რა გავაკეთო აუ რატი? ბატონო, ვინც აიulis, ჩაიulis და კარგი თვალით შემოგხედავს, იმას გაუგო. ვინც აიulis, ჩაიulis, არა? სანსაციურია, ხო რა უნდა ვქნა ახლა რა გავაკეთო? პატა მითხარი რა გავაკეთო? ლაშა რაღაცას მოვიფიქრებ კაცო. კატა რა კატის მომეს მოდა კატაკნაუდა წეხა კატა ყავს სახში სადაც აქ უნდა იყოს ხო და რა ვიფიქრე იცი რა ვქნა ეს კატა ცოტა მოშორებით სადმე გადავაგდოთ აქეთ ხო და ეს ზაღლი ხო გაიქცევა კატისკენ შენ ამდენს კიდე იქით გაიქცევი და მე მართა მე მოწევდი ის კატა ეხლა ხო კატები პისო სხვანაირად დაუძახე, სხვანაირად სხვანაირად როგორ დაუძახო ერთი მითხარი კატა დაუძახიან კატა და კოტა თუ როგორ დაუძახო გაწავიდა კაცო კიდე კარგი ხო მეორე კატა ყავ? მეორე კატა რა თქმა უნდა მეორე კატა იქამდე ხო მივა? ხო იქიდან წამოსვლა აღარ უნდა გა? არა ყავს მეორე კატა? ვაი რა ვქნა არ მყავს ლაშე და თუ მოითმინო რა მაგიჟებ თქვენ როდემდე უნდა მოვითმინო რა ვქნა უნდა მოითმინო ხა რა უყო საკითხული მაქვს სადღაც მაგის მოთმენა ადამიანს 12 საათი შეუძლია ვა 12 ხო? მე ვერ მოვითმენ, 12 საათი მოვითმენ მე ამას. ამის ძალიან დიდია ხო ისა? ცუგა. რა მოგივიდა? მოდი წინ წავიწიოთ და ქართველებს და ქართველობას გაუმარჯოს. ისე ზოგი ამბობს ზარმაცები არიანო. მომაწოდეთ, ყველი მომაწოდეთ. მაგრამ მე არ ვეთანხმები. ითქვა ზარმაცები ვართ. არა. რას ლაპარაკ? ბატონო. მოდი რა პატა. აი სარიელია ღვინო დგას მაგიდის ქვეშ და ამაში ჩამოასხი რა. ეხლა მოდი რა დროს რა. ეხლა თოზე რა ვქნა ეხლა ფეხი მტკივა და მიდი შეშემოვე.
აგეთ გამორთი. ხოდა, რას ყვებოდე? რას ყვებოდე? ბაქოში ვიყავ. ბაქოში? ხო. აი გამომართვი ეს რაც არის ეგ დალიეთ გამომართვი რაღაცა ნაჭერს მოვიტან და აუ რა გავაკეთე აუ ნაჭერს მოვიტან რომ მოვწმინდო ესე ხო არ იქნება აი არის ხო და მოვიდა ბიჭო ერთი ბეწოა რა ეგეშინა ერთი ბეწოა და რა მისმე გისმენ აბა რა შევ მე შემომხედე თუ მისმე გიყურე ხო ხონა აი მოკლედ სად მიდიხარ კაცო სად მიდიხარ აი ესე გამოვაცალე აი პირი და ფეხი გამოვაცალე აი ეს ძლივს არ გამოვაცალე ესე იგი რა თქვი თქვენ და ხო რა 11 საათი და ესე 40 წუთი დამრჩა კიდე ხო მოვიდა ხარა კაცო როგორ ზაღლი ის გამიგია რა ყვებოდი ესე წავიდა რამდენი დაგვალევინა გუში ნუნუ მთელი დღეა ცუდად ვარ აუ არა ამას ვერ დავლებო ხო მეც ეგრე ვარ ელენე თან ლუდმაც ვერ გვიშველა რას გვიშველი და თეკლა არ დაგვილევია და მართალი ხარ ხო აი ესე იგი ინდირას კლასელების სადღეგრძელოს მე არაფერი აღარ მახსოვს ხო აი მე თან თავი როგორ მდგე აი ისე ცუდად ვარ მეორე დღეა ვერ წავედი ელენეს სამსახურში მომკლავს ჩემი უფროსი ნუ თუ ახლა გადავრჩი თეკლა დედა ჩემთან მინდა საღამოს წასვლა და ვერაფრით ვერ ავარჩიე რა ჩავიცოდა მე ახლა ტანსაცმელს ჩამოვიტან და ამარჩევინე კარგი კარგი აგარჩევინებ ელენე მაგრამ პასუხს არ ვაგებ რას აგარჩევინე აი მე თავი ის ელენე ლაშა ნაბახუსევზე რა რასაკეთებს ხოლმე რასაკეთებს და მოთქვამს მოთქვამს? ხო. ვაი მე მიშველე ცუდად ვარ. მე მგონი მართლა შველის. მართლა მაშინ გააგრძელე და მე წავალ ტანსაცმელს ჩამოვიტან შენ კარი გააღი ამარჩევინე მე. ო თეკლა კარი გააღი ცუდად ყოფნასაც არ გაცდია და მოგძანდით. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა კაპიტან რუსა მოგძანდით. როგორ ხარ? აი ცუდად. ორი დღეა სამსახურში არ გამოჩენილ ხარ, არც ტელეფონს პასუხობ. იცით რა მოხდა? რა მოხდა და ვიბრძანდით. შენ არ გჩვევი ესეთი რაღაცა. ყოველთვის დროზე მოდიხარ, არა გვიანებ. არა, ხო. რა მოხდა და ვერ მოვედი სამსახურში. ხო, გასაგებია რომ ვერ მოხვედი, მაგრამ ჩემი მეუღლე ხარაგაულში წავიდა და აი მე თავი თეკლა მე ყველაფერი ვიცი. ტატომ მითხრა. ქმარს გაშორდაო და დღეს სამსახურში ვერ მოვაო. გავშორდი, წავიდა ჩემი ქმარი, გაიქცა ხარაგაულში საცხოვრებლად. ისე თავიდანვე არ მომეწონა ეგ ბიჭი. მაგრამ რა ვიცი, ვერ გითხარი. რას მეტყოდით ახლა? თეკლა, მე მესმის რომ შენთვის ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ძალიან რთულია, მე ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ქალბატონო რუსთა. მაგრამ რატომ გაშორდი? რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი გაინტერესებთ? ხო, ახლა მიზეზი დაგაინტერესებთ, ახლა ყველა ნორმალურ ადამიანს დააინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს, მაგრამ თქვენობად კონკრეტულად ეს შემთხვევა გაინტერესებთ, აბა რატომ მკითხავდით მიზეზიო და სვანდა. იმდენ სვანდა რომ მეც მასმევდა. შენს გასმევდა? ხო, მეუბნებოდა ცორი და ქმარი ერთად უნდა იყვნენ ჭირშიო, ლხინშიო, სმაშიო და ყველაფერშიო. და თქვენ გასმევთ თქვენი მეუღლე ქალბატონო რუსუდან.
ნუ ამას ვერ ვიტყოდი. ვიტყოდი კი არა დღესაც ნაბახუსებზე. მასწავლებლები. გამარჯობა ქალბატონო რუსუდან. ეს ჩემი მული ხომ გახსოვთ თავის ნივთები მიაქვს. გადააქვს. წაიღეთ ყველაფერი, წაიღეთ არაფერი არ მჭირდება თქვენი. ეხლა ცუდად ხარ? არა, ახლა უკვე კარგად ვარ, ჩემს ძვირფას ძმას გავშორდი. აი, დიახ, გაშორდნენ. იცინის, შეხედეთ, აი კიდე იცინის. და რა გადაწყვიტე? ეს უნდა წაიღო? ხო. მოკლედ რა. ესე იგი ისეთი არანორმალური ძმა გყავს, იმასაც ვერ ხვდები რომ ამ პიჯაკს ეგ საათი საერთოდ არ უხდება. არ უხდება ახლა ქალბატონო რუსუდან მითხარით. ქალბატონო რუსუდან დამეთანხმეთ რომ ეს პიჯაკი და ეს საათი ისე უხდება ერთმანეთს როგორც ლაშა და თეკლა უხდებოდნენ ერთმანეთს. კი ვუხდებოდით, მაგრამ მერე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში სასმელი როგორც ეს ყვითელზოლებიანი ჩანთა და არია ყველაფერი. ნერვებს მოიშლი. წაიღოს რა წაიღოს, ყველაფერი წაიღოს. წავედი მე და ჩემი ფეხი არ იქნება 12 საათამდე ამ სახლში. ნახვამდის, აი ესე გაზი და ყველაფერი ქალბატონო რუსუდან. წაიღო, არაფერი არ მჭირდება. ეს ავეჯიც თქვენი იყოს, ეს ტელევიზორიც თქვენი იყოს, ეს საქმეც თქვენი იყოს და ყველაფერი თქვენი იყოს. არაფერი არ მჭირდება მე საერთოდ. ჩაკა ნუ ნერვიულობ ძალიან თქო. აი გული არ გავიტეხო, ხო ჩემო კარგო. აი შემდეგ თვეს? მე შეხელფას მოგიმართებ. და ყველაფერს იყიდი რაც გინდა. ვაიმე რა ბედნიერი ვარ რომ გავშორდი. ვაიმე, აი დაჯექი ჭირო ხიმიო და ხო. ვაიმე, ხო, თეკო რამე ხომ არ გინდა? რა მინდა და დაახლოებით რამდენით გამეზრდება ხელფასი? მოდი, ნელა შემოდი, ნელა, აქეთ. ერთი მხარი მერე მეორე, ესევე შევხვალე რა. მოდი. ოხფრიდონ რა, აიტეხა ჯერ თავიდან აიტეხა მთელი ხარა გაული უნდა დავათროო და ჯერ წესიერად არ დაწყებულა ქეიფი და უკვე მთვალი ხარ. მოდი, არა, მოდი, აი ხლა დავჯდეთ, აბა 1 2 და 3. ესე ყოჩა, არა მანდეთ არა იქ მხარეს, იქ მხარე და წეკ, იქ მხარე. აბა ესე, ესე კარგი. იმედეთ. დიახ, მოდი აბა ეხლა ფეხებიც დავაწყოთ. ასე. შევიდა. არ გაუსა ეგ ბოსნა, დასმიტო, გიორუნა, არ გაუსა ეგ ბოსნა, დასმიტო, გიორუნა, არ გაუსა ეგ ბოსნა. საწამოხვედი ლაშა. რა ტიპი ხარ, საწამო, რა მაგრად ვიცეკვე ლაშა. ეხლა რა მოხდა ისი? ხო კოჭოლობ, არა, ხო კოჭლი ვარ. ხო და ეს კოჭლობა ისე მაგრად ჩაჯდა იმ ქორეოგრაფიულ მონახაში, რომ ხალხი გაგიჟდა ის რომ იყო. მაგრად ვიცეკვე ძალიან. ხო. რატო გახარი, რა ხდება რა? რატო გახარ? ვაიმე, რა ჭირს ამას? აი, რა ჭირს და დათვრა. უკვე. აიჩემა რომ გინდა თუ არა ეს გვერდზე რომ იზისო ეს რა ქვია, მსუქანი კაცი ის უნდა დავათრო. ხო და 3 ყანწი გააქარა და დალია ზედიზე. ის კაცი თურმე არ სვდა, კუჭი აწუხებდა და აი. რა ვქნა, რა უთხრა ახლა, კითხულობენ კაცო, ხალხი კითხულობს, საწავიდაო და რა პასუხი გავცი? რა პასუხი უნდა გაცე, უთხარი რომ ხუჩაბადი პარასკევი პანაშვიდებია და შაბათს გასვენება, რა ვიცი. ვაშა, მომისმინე. დაწუნებული ხარ რომ თრალია ეს, ჰა? რა ვიცი და შეიმხელა ლექსი წაიკითხა რომ მე ვიფიქრე ძალა გამოეცალა მეთქი რა. რა ვიცი მე. როგორ არა, რას ლაპარაკობ, ძლის მოვიყვანი აქამდე ისეთი მთვარი. ისე ყოჩა ხლაშა, მარტო როგორ ამოვიყვანი აქამდე, ჰა? ამოვიყვანე, ხო, ამოვიყვანე, კიდე ძლივს ჩამოვიყვანე, ტყეში გარბო და ძლივს დავეცე. აი, რატი არ მოგეხმარა, რატი არა, ხო? რატი არა. მოდი, პატრონ ფრიდონ თავი ესე თორე ცოდო ხარ ეგრე, ცოდო. ისე ლაშა. რატი არ მომეხმარა? იმიტომ რომ აბა კარგია. იმ პატარძას ელაპარაკებოდა ნაზის. ვაიმე, ლაშა მაგაზე აღარ გითხარი წეხა რაღაცა. რატი ძალიან საეჭო დადის ისა რა შეგეუბნები და რაღაცა მოხდება გოლინიუსს. რა იყო რომ მივარდა იმ პატარძას და ცეკვა რომ დაუწყო კაცო, რა საქციელი იყო? არგი ეხა პატარა, რა მოხდა ერთი ცეკვა რა არის, არაფერი არ არის. ერთი ცეკვა არაფერი არ არის, მაგრამ პირველი ცეკვა ქართული, ჰა? ეგეც არაფერი არ არის? არ ვიცი და რაღაცა მოხდება გულინიზნობს გეუბნები რა. მისმინე ხშე რაღაცებს აჭარბებ პატა, აჭარბებ. რა მოხდა ახლა ნაცნობები კურსელები არიან, გაუყარდათ ერთმანეთის ნახვა და იცეკვეს. რა მოხდა მე ახლა რა არ ვიცი. არაფერიც ისეთი არ მომხდა რა. რა სუფრა გამომატოვებია კაცო, რა სუფრა პატა.
მე გეტყვი რა უნდა ვქნათ იცი? მოდი შენ აქ დარჩი. ხო. ფრიდოს მიხედე. მე წავალ და მივხედავ. მიდი რატის ყურე. რატის მივხედავ. აბა ვის მივხედავ? რატის მივხედავ? ფრიდონ რამე ხო არ გინდა ფრიდონ 976 ლიონი. თავებს დაგაჭრით ყველა. ერი თუმე ვიღაცა ეს სიზმარში უყვება მაგრამ რაღაც ისტორიები და ეს კიდე ჩვენ გვიყვება მე ნახე რა ფრიდონ რამე ხო არ გინდა ფრიდონ ოვაციები ჯერ დაიძინე ფრიდონ ოვაციები მე დაიძინე მოდი დაიძინე ფრიდონ სადავა რა მნიშვნელობა აქვს ერთი სადახარ დაიძინე კაცო რა მნიშვნელობა აქვს დაიძინე ფრიდონ დაიძინე ბატონ შენ გონი დავიღუპე ჩვენ მართლა რაღაცა საეჭვოდ მოძრაობენ რატი და ეს პატარძალი ხო იცი შენ გითხარი ლაშა გული მიგზნობს რაღაცა მოხდება მეთქი გითხარი რა რაღაცა მოხდება გული მიგზნობს იმიტომ ვიზახი რა გავქნა კაცო რა მე რა რას მიყურე მე ვერ გავართე ის სიძე კაცო ჰა გავართე როგორ არ გავართე მეტი რა უნდა მეკრა ვალსი ვეცე კვეთა რაღაცა გული მიგზნობს სულს ლაშა რა გეუბნები რა ლაშა მოდი მიხედე გეხვეწე მოდი და მე ამის თავი არ მაქვს აქ ავარ ბატონო ფრიდონ მოვედი ლაშა გამიშვი სად გაგიშვათ გასო გამიშვი მითხარით მე გაგიხვათ არა გამიშვი გაუში შენ კიდე საწავებში არ გაინტერესებს გაგიშვი აი გაგიშვი და ეგრე გეუბნებით გამიშვით რა გამიშვით აი კიდევ კაი გაუშვით ეს ხა გვაკლდა რა აი ეს ხა გვაკლდა რა პაატა რა მოდი რაცი როგორ იქნება მოდი ბიჭებო რა უნდა დაგვეხმარო ვაიმე რატი მე და ნაზის გვიყვარს ერთმანეთი ვაიმე თუნდაც თავად ჩაიწეფი ლაშა ბადროს მაიმუნობა ლაშა ეხლა რა კიდე ჩვენ მაიმუნობთ კაცო კიდე ჩვენ მაიმუნობთ მე და ნაზიმ გადავწყვიტეთ რომ გავიპაროთ და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ რა პალატა საკეთებ რა გინდა შენ რა გავაკეთო ჩვენ და ლაშას გავიპაროთ კაცო თუ რა გინდა ვერ გავიპარო არაკო არა ეგ არ აქვს ეგ არ აქვს რომ უფრო გაგიჟდება იცით უფრო გაგიჟდება უფრო რატომ გაგიჟდება იმიტომ გაგიჟდება და რა სიტყვის პატარძალი წაიყვანეს და დამიტოვეს ესო ვაიმე გავქნათ კაცო გაიხედე ერთი რა რაღაც ხმები მესმის და ვინმე ხო არ მოდის ლაშა რა გამისკდა გული მიდი გაიხედე მართლა რა ხდება კაცო რატი მომისმინეთ ახლა თქვენ რა ხდება ვერ გავიგე ესე უცბად შეგიყვარდათ ერთმანეთი ჰა გოგო დაზი გიყვარს რატი დიახ ხო და მაშინ დღეს მეორად გილოცავ გათხოვებას რა ხდება ლაშა დავიღუპეთ რა ხდება სიძე მოდის კი მოანგრევს ყველა გაიმალე რას მიყურებს შედი იბოთაში შედი რობნელა იბოთაში შედი კაცო მიდი კატაა მათ ხილად მათ ვაიმე აი ხო კი მოანგრევს სად არის ჩემი ცოლი მე რას მეკითხები აგერ არის და კითხია მას მე რა ჩემი ცოლი სად არის მე რა ვიცი მე რას მეკითხები აგერ უფროსი კაცია და ამას კითხე მე რა ვიცი სად არის ჩემი ცოლი სად არის ჩემი ცოლი შენი არა ეს ამას რა ჭირს რა ვიცი მე უფროსი კაცია მე რა ვიცი რა ჭირს კაცო მაგას კითხე მე რა ვიცი კარგი გიორგი კარგი რა მოგივი რატო ნერვიულობ გიორგი რა ჭირს დაწნახდი აბა სად არის ჩემი ცოლი გიორგი კარგი გიორგი ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება აბა წავიდა გიორგი აბა გიორგი და შებიჭო გიორგუნა არ გავიქცე ილოცავთ ბედნიერებას რატი ნაზი ილოცავთ სულ ასე ყარებოდეთ ერთმანეთი რა მოკლედ აბა რა უნდა ვთქვა მეტი რა ვთქვა აი ხარი აი ყოჩა არა ეხლა რა არის გითხრა
ეგ იყო მშობლების ახირება, თორე მე სხვა გოგო მიყვარს. რასაც ეხლა დიდად არ უნდა და ეს ქორწილი და კარგიც არის რა. კი, ესე რომ მოხდეს თან. კი, ყოჩა, ხედავთ რა ბიჭია ბატონო ფრიდო, ხედავ. ეხლა კარგად ხედავ, კი. ხო და რამე ლექსი რომ მიუძღვნათ ამ სიტუაციას ბატონო ფრიდონ, ჰა? რა არის იცი? სიძე პატარძალს სხვა კაცზე გათხოვებას ულოცავდეს. ასეთი ლექსი არ არსებობს და ისე დავლევ რა. ხედავ ბატონო ფრიდონ, რა ეს გამომართვა აი მედალიეთ. ხედავ რა მაგარია. ერთ ქორწილში დაიძინე, მეორეში გაიღვიძე, ჰა? რაზი ხართ ეხლა, კაცო, რაზი ხართ? წავიდა, აბა, წავიდა. ვისია ქალი. არა, რას გაიგებ აქ ვისია?